დღეს ჩვენ შევდივართ ბნელ და შემზარავ სამყაროში. სამყაროში, რომელიც ორუელმა იმდენად ზუსტად დაინახა, რომ 1984 დღეს მხოლოდ რომანის სათაური აღარ არის. ის რეალობის აღწერის სიტყვად იქცა. ეს მხოლოდ რომანი არ არის, ეს არის გაფრთხილება, პოლიტიკური წინასწარმეტყველება, რომელიც გამანადგურებელ ადამიანურ დრამაშია ჩაქსოვილი. ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ მუშაობს ოკეანიის ტოტალური სახელმწიფო, როგორ იწყება უინსტონ სმითის მყიფი ამბოხი და რა შემზარავი ფილოსოფია აძლევს პარტიას საშუალებას ადამიანზე სრული ძალაუფლება დაამყაროს. მოემზადეთ, რადგან ამ წიგნში ჩადებულ იდეებს ძალა დღემდე არ დაუკარგავს. მაგრამ სანამ დიდი ძმის სამყაროში შევალთ, თუ ეს ვიდეო თქვენთვის ღირებული აღმოჩნდება, დააჭირეთ მოწონების ღილაკს. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში და გამოიწერეთ არხი. $1984 სამყარო სასტიკი, ცივი და უსასრულო ომით გაჟღენთილია. დედამიწა სამი ზესახელმწიფო აკონტროლებს: ოკეანია, ევრაზია და ისტაზია. ჩვენი ამბავი ვითარდება საჰაერო ზოლერტში, ყოფილ დიდ ბრიტანეთში, რომელიც ახლა ოკეანიის ერთ-ერთი პროვინციაა. ეს სამი ძალა თითქოს მარადიულ ომშია ჩაკეტილი. ერთ დღეს ოკეანია ევრაზიას ებრძვის და ისტაზია არის მოკავშირე. მეორე დღეს სახელმწიფო აცხადებს, რომ ოკეანია ყოველთვის ისტაზიასთან იყო ომში. გუშინდელი მტერი დღევანდელ მოკავშირედ იქცევა, ხოლო ისტორია მაშინვე თავიდან იწერება ისე, თითქოს სხვა სიმართლე არასდროს არსებულა. ამ დაუსრულებელ ომებს კონკრეტული მიზანი აქვს. ომი შთანთქავს ინდუსტრიული საზოგადოების ზედმეტ წარმოებას, რის გამოც ხალხი ღარიბი და სახელმწიფოზე დამოკიდებული რჩება. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ომი ქმნის მუდმივ შიშს, სიძულვილსა და პატრიოტულ ისტერიას. ხალხის რისხვა აღარ მიემართება საკუთარი მდგომარეობისკენ. ის მიემართება გარეთ, უსახო, მუდმივად ცვალებადი მტრისკენ. სწორედ აქ იძენს ძალას პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი: ომი მშვიდობაა. ოკეანიას ყოვლისშემძლე პარტია მართავს. მის სათავეში დგას იდუმალი, ულვაშებიანი ფიგურა, დიდი ძმა. მისი სახე ყველგან არის, პლაკატებზე, მონეტებზე, კედლებზე და მუდმივად ჩართულ ტელეეკრანებზე. მისი გამოსახულების ქვეშ წერია სიტყვები: დიდი ძმა გიყურებს. ეს ფრაზა ერთდროულად დაცვასაც ნიშნავს და მუქარასაც. ბოლომდე არასდროს არის ნათელი, დიდი ძმა რეალური ადამიანია თუ პარტიის მიერ შექმნილი სიმბოლო, ფიგურა, რომლისკენაც პარტია ხალხის სიყვარულს, შიშს, ერთგულებასა და მორჩილებას მიმართავს. ის არის მამაც, ლიდერიც და ამახალი პარტიის რელიგიის ღმერთიც. ოკეანია მკაცრად იერარქიული საზოგადოებაა. ყველაზე მაღლა დგას შიდა პარტია, საზოგადოების არქიტექტორები, რომლებიც მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებს შეადგენენ. ისინი შედარებით ფუფუნებაში ცხოვრობენ და აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობენ. მათ ქვემოთ არის გარე პარტია, სახელმწიფოს ბიუროკრატიული და სამუშაო აპარატი. სწორედ ამ ფენას ეკუთვნის ჩვენი მთავარი გმირი, უინსტონ სმითი. გარე პარტიის წევრებს ყველაზე მკაცრად აკონტროლებენ. ისინი ცხოვრობენ სიღარიბეში, მუდმივად დაძაბულობასა და ფსიქოლოგიურ წნეხში. პარტიის ხელები და ფეხები არიან, მაგრამ მათ ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან. ყველაზე ქვემოთ განან პროლები, პროლეტარიატი. ისინი ოკეანიის მოსახლეობის დაახლოებით 85% შეადგენენ. პარტია მათ ზიზღით უყურებს და თითქმის ცხოველებად მიიჩნევს. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლოზუნგი ამბობს, პროლები და ცხოველები თავისუფლები არიან. პროლები სიღარიბეში ცხოვრობენ, მაგრამ მათ ნაკლებად მკაცრად აკონტროლებენ. მათ შეუძლიათ შექმნან ოჯახები, დალიონ ალკოჰოლი, აზარტული თამაშებით დაკავდნენ და ემოციური თავისუფლების გარკვეული ნაწილი შეინარჩუნონ. პარტია მათ ინტელექტუალურად უუნაროდ მიიჩნევს ორგანიზებული ამბოხისთვის. ისინი სამართავი მასაა და არა ძალა, რომელსაც უნდა მოусმინო. და მაინც, უინსტონი თავის დღიურში წერს, თუ იმედი არსებობს, ის პროლებშია. მათში ის ხედავს ადამიანურობის უკანასკნელ ნარჩენს, ბუნებრიობას, სიცოცხლის ძალას და იმ უზარმაზარ რაოდენობას, რომელიც თეორიულად ერთადერთი ძალაა, ვისაც პარტიის დამხობა შეუძლია. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ პროლებს საკუთარი ძალა გაცნობიერებული არ აქვთ. მათ არ გააჩნიათ არც ენა, არც პოლიტიკური ცნობიერება და არც ორგანიზებული ნება, რომ თავიანთ მჩაგვრელს რეალურად დაუპირისპირდნენ. ოკეანიის სახელმწიფოს 4 სამინისტრო მართავს. პირველია მშვიდობის სამინისტრო, რომელიც სინამდვილეში ომს მართავს. მისი ამოცანაა ქვეყანა მუდმივ კონფლიქტში ამყოფოს, რათა სისტემა არასდროს ჩამოიშალოს. შემდეგ მოდის სიუხვის სამინისტრო,
ის პასუხისმგებელია ეკონომიკასა და სურსათის განაწილებაზე, მაგრამ მისი ნამდვილი საქმე დოვლათის შექმნა კი არ არის, არამედ სიცრუის წარმოებაა. ის მუდმივად იტყობინება წარმოების გაზრდისა და რაციონის გაუმჯობესების შესახებ. მაშინაც კი, როცა ხალხი შიმშილობს და ქვეყანა სიღატაკეში იძირება. რეალობა სიღატაკეა, მაგრამ სტატისტიკა კეთილდღეობაზე ლაპარაკობს. ჭეშმარიტების სამინისტრო ის ადგილია, სადაც უინსტონი მუშაობს. მისი სახელწოდება თითქოს სიმართლეს უკპირდება, მაგრამ სინამდვილეში ეს პარტიის პროპაგანდის მანქანაა. მისი მიზანი სიმართლის გავრცელება კი არ არის, არამედ მისი შექმნა, ისეთი სიმართლის, რომელიც პარტიას იმ მომენტში აძლევს ხელს. ამ სამინისტროში ყოველდღე ათასობით ადამიანი ცვლის ძველ გაზეთებს, წიგნებს, ფოტოებსა და დოკუმენტებს, რათა წარსული პარტიის დღევანდელ საჭიროებას მოარგოს. სიმართლე აღარ არის ის, რაც მოხდა, სიმართლე არის ის, რასაც პარტია ამბობს. და ბოლოს, ყველაზე საშიში სამინისტრო, სიყვარულის სამინისტრო. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების, დასჯისა და წამების ცენტრი. აქ ძალაუფლება შიშით, ტკივილითა და ადამიანების აზროვნების გარდაქმნით ნარჩუნდება. ეს არის შენობა ფანჯრების გარეშე, სადაც ადამიანები შედიან, მაგრამ იქიდან ისეთები აღარ ბრუნდებიან, როგორებიც მანამდე იყვნენ. მისი მიზანი მხოლოდ წინააღმდეგობის ჩახშობა არ არის. მისი მიზანია აზრდამნაშავის ისე განკურნება, რომ საბოლოოდ დიდი ძმა გულწრფელად შეიყვაროს. ოკეანიის ოფიციალური იდეოლოგია ინქსოცი, ანუ ინგლისური სოციალიზმი. მისი ძალა მხოლოდ იარაღსა და პოლიციას არ ეყრდნობა. უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანის გონების ფსიქოლოგიურ კონტროლზე დგას. ამ კონტროლის ერთ-ერთი მთავარი იარაღია ახალმეტყველება, ოკეანიის ოფიციალური ენა. ახალმეტყველება შექმნილია არა აზროვნების გასაფართოებლად, არამედ მის შესავიწროებლად. მისი ლექსიკა ყოველწლიურად მცირდება. ისეთი სიტყვები, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა ან მეცნიერება, თანდათან ქრება. იდეა მარტივია. თუ სიტყვა აღარ არსებობს, თავად იდეის ჩამოყალიბებას თითქმის შეუძლებელი ხდება. ახალმეტყველების საბოლოო მიზანია აზრდანაშაულის შეუძლებლად ქცევა. არა იმიტომ, რომ ადამიანს ასეთი აზრების გამოთქმის ეშინოდეს, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ენა აღარ აძლევდეს მას ამ აზრების სრულად ჩამოყალიბების საშუალებას. მეორე მთავარი დოქტრინაა ორაზრი. ეს არის უნარი, გონებაში ერთდროულად ჰქონდეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რწმენა და ორივე ჭეშმარიტებად მიიღო. იცოდე, რომ პარტია იტყუება და ამავე დროს გულწრფელად გჯეროდეს, რომ ის სიმართლეს ამბობს. გამოიყენო ლოგიკა ლოგიკის წინააღმდეგ. ორაზრი პარტიული დისციპლინის საფუძველია. ის შიდა პარტიას საშუალებას აძლევს იცოდეს სიცრუის მთელი მექანიზმი და მაინც ფანატიკურად სჯეროდეს საკუთარი სიმართლის. ხოლო გარე პარტიის წევრებს ეხმარება ყოველდღე გადაწერონ ისტორია ისე, რომ შინაგანი წინააღმდეგობა არ იგრძნონ. ვინც აკონტროლებს წარსულს, ის აკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს აწმყოს, ის აკონტროლებს წარსულს. ეს არის ორაზრი მოქმედებაში. გარე პარტიის წევრისთვის, როგორიც უინსტონია, ყოველდღიური ცხოვრება ნაცრისფერი და უხალისოა. ის ცხოვრობს ჩამოშლილ შენობაში, რომელსაც გამარჯვების სასახლეები ჰქვია. ქალაქი ინგრევა, კედლებიდან ბათქაში ცვივა, ლიფტები არ მუშაობს, საკვები კი ხელოვნური და უგემურია. ყველგან არის ტელეეკრანი, მოწყობილობა, რომელიც ერთდროულად პროპაგანდასაც გადასცემს და ადამიანს აკვირდება. ის აფიქსირებს ხმებს, ამჩნევს სახის გამომეტყველებებს, აკვირდება სხეულის მოძრაობებს და ზოგჯერ გულისცემის ცვლილებებსაც კი. პირადი სივრცე აღარ არსებობს. ამ მუდმივი თვალთვალის გამო ადამიანები იძულებულნი არიან ყოველწამს საკუთარი თავი აკონტროლონ. ერთი არასწორი გამომეტყველება, ერთი საეჭვო მზერა, ერთი წამიერი ემოცია შეიძლება საბედისწერო გახდეს. ამას სახის დანაშაული ეწოდება. ცხოვრება წარმოდგენად იქცევა, სადაც ყველამ უნდა ითამაშოს ერთგულება დიდი ძმისა და აზრის პოლიციის თვალწინ. ჩვენი მთავარი გმირი, უინსტონ სმიტი, 39 წლის სუსტი და შინაგანად გამოფიტული ადამიანია. ის ჭეშმარიტების სამინისტროს უზარმაზარი მანქანის პატარა, უმნიშვნელო ჭანჭიკია. მაგრამ მის შიგნით არის ერთი რამ, რაც პარტიისთვის საშიშროებას წარმოადგენს. მეხსიერება. უინსტონს ბუნდოვნად ახსოვს სამყარო რევოლუციამდე. ახსოვს დრო, როცა სხვა ღირებულებები არსებობდა, როცა პირადი თავისუფლება და ობიექტური სიმართლე ჯერ კიდევ რეალურ მნიშვნელობას ატარებდა.
ეს მოგონებების სიმშვიდეს უკარგავს და პარტიის სტერილური, ყალბის სამყაროს მიმართ სიძულვილს კიდევ უფრო უძლიერებს. ის ღრმა ინტელექტუალურ და სულიერ მარტოობას განიცდის. მას სჯერა, რომ შეიძლება უკანასკნელი ადამიანია, რომელსაც აკრძალული აზრების მიღება ჯერ კიდევ შეუძლია. თავდაპირველად მისი ამბოხი რევოლუციური გეგმა არ არის. ეს არის სიმართლის ძიება. უინსტონს სურს გაიგოს, როგორ მივიდა სამყარო ამ მდგომარეობამდე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რატომ იქცა ის ასეთად. ოკეანიაში ასეთი ცნობის მოყვარეობა უკვე უდიდესი დანაშაულია. უინსტონის ამბოხი ერთი უბრალო, მაგრამ გადამწყვეტი მოქმედებით იწყება. პროლების უბანში, ანტიკვარულ მაღაზიაში, ის ლამაზ, ცარიელ დღიურს ყიდულობს. მისი ყიდვაც კი რისკია, მასში წერა კი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. თავის ბინაში, პატარა კუთხეში, სადაც ტელეეკრანი ვერ ხედავს, უინსტონი წერას იწყებს. ეს უბრალო მოქმედება რევოლუციურ მნიშვნელობას იძენს. სახელმწიფოში, რომელიც მთელ ინფორმაციასა და მეხსიერებას აკონტროლებს, პირადი ჩანაწერის შენახვა თითქმის დამოუკიდებლობის გამოცხადებას ჰგავს. ამით უინსტონი ამბობს, რომ მის აზრებს მნიშვნელობა აქვს, რომ მის მოგონებებს ფასი აქვს და მისი შინაგანი სამყარო მთლიანად პარტიას არ ეკუთვნის. ის წერს მომავლისთვის, დროისთვის, როცა აზრის თავისუფლად გამოთქმა შესაძლებელი გახდება, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულია, ასეთი დრო არასდროს დადგება. თავიდან უინსტონი ქაოტურად წერს, თითქოს ფილმს აღწერს ომზე, რომელიც ახლახან ნახა, მაგრამ მალე მისი კალამი ერთ ფრაზაზე ჩერდება და ეს სიტყვები გვერდზე ისევ და ისევ ჩნდება. ძირს დიდი ძმა, ძირს დიდი ძმა, ძირს დიდი ძმა. ამ სიტყვების დანახვა უინსტონს აშინებს, მაგრამ ამავე დროს აძლიერებს კიდეც. მან აზრდანაშაული ჩაიდინა და მას ფიზიკური ფორმა მისცა. უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. უინსტონის მარტოობა მაშინ ირღვევა, როცა მის ცხოვრებაში ჯულია ჩნდება. თავდაპირველად უინსტონს ისძულს. ჯულია ახალგაზრდა და ენერგიული პარტიის წევრია, რომელიც ლიტერატურის განყოფილებაში მუშაობს. უინსტონის თვალში ის პარტიის იდეალური მსახურია, ადამიანი, რომელიც სისტემას ბოლომდე ემორჩილება. ამიტომაც უინსტონისთვის სრულიად მოულოდნელია, როცა ჯულია მას ფარულად წერილს გადასცემს, რომელზეც წერია, მე შენ მიყვარხარ. ეს ერთი წინადადება უინსტონის სამყაროს არღვევს. პირველად ჩნდება განცდა, რომ ის მარტო არ არის, რომ ამ პირქუშ სამყაროშიც კი შეიძლება არსებობდეს საიდუმლო კავშირი, ადამიანური სითბო და ის სიახლოვე, რომელსაც პარტია ვერ აკონტროლებს. უინსტონისა და ჯულიას ურთიერთობა მხოლოდ სასიყვარულო ამბავი არ არის. ეს პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტია, მაგრამ ჯულიას ამბოხი უინსტონის ამბოხისგან განსხვავდება. მას არ აინტერესებს ისტორიული სიმართლე, იდეოლოგია ან დიდი პოლიტიკური იდეები. მისი წინააღმდეგობა პირადი, ფიზიკური და პრაქტიკულია. ჯულია სისტემას ებრძვის სწორედ იქ, სადაც ის ყველაზე მეტად ცდილობს ადამიანის კონტროლს, სურვილში, სიამოვნებასა და პირად ცხოვრებაში. უინსტონის შინაგან სამყაროში ორი მნიშვნელოვანი სიმბოლო ჩნდება. პირველი არის ოქროს ქვეყანა, განმეორებადი სიზმარი ნათელ, ბუნებრივ და მშვიდ გარემოზე. ეს არის დაკარგული სამყაროს სახე, სილამაზის, ბუნების, თავისუფლებისა და სურვილის სიმბოლო. ის მკვეთრად უპირისპირდება ლონდონის ბინძურ, ჩამოშლილ და მექანიკურ სინამდვილეს. მეორე სიმბოლოა შუშის პრეს-პაპიე, რომელსაც უინსტონი იმავე ანტიკვარულ მაღაზიაში ყიდულობს. შუშის შიგნით ვარდისფერი მარჯნის პატარა ნატეხია. უინსტონისთვის ეს ნივთი წარსულის ხელშესახები ფრაგმენტია, რაღაც, რაც პარტიას არ წაუშლია, არ გადაუწერია და პროპაგანდად არ უქცევია. როცა უინსტონი და ჯულია ანტიკვარული მაღაზიის ზედა ოთახში შეხვედრას იწყებენ, შუშის პრეს-პაპიე მათი საიდუმლო სამყაროს სიმბოლოდ იქცევა. თითქოს მათი სიყვარული შუშის შიგნითაა დაცული, იმ პატარა მარჯნის ნატეხივით, რომელიც არის ლამაზი, ყიფე და თავიდანვე განწირული. ოთახი, რომელსაც უინსტონი მაღაზიის მფლობელისგან, მისტერ ჩარინგტონისგან ქირაობს, მათი ამბოხის ცენტრად იქცევა. ის ძველი, დროიანი და უბრალოა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შიგნით ტელეეკრანი არ არის. ამ ოთახში ისინი რამდენიმე საათით საკუთარ თავებად ყოფნას ახერხებენ. შეუძლია თავისუფლად ილაპარაკონ. ერთად იყვნენ და მცირე აკრძალული სიამოვნებით დატკბნენ. ნამდვილი ყავით, შაქრით და ადამიანური სიახლოვით. ეს ოთახი მათთვის დროებით თავშესაფრად იქცევა. წარსულის პატარა ნამსხვრევად, რომელიც საშინელი აწმყოსგან დროებით იცავს. აქ ისინი თავს პარტიის წევრებად კი არა, ადამიანებად გრძნობენ.
მაგრამ სწორედ ეს გრძნობაა ყველაზე სახიფათო. ოკეანიაში პირადი სივრცე საბოლოო ილუზიაა. მთელი რომანის განმავლობაში უინსტონი უცნაურ კავშირს გრძნობს ობრაიენთან, შიდა პარტიის ქარიზმატულ და ინტელექტუალურ წევრთან. უინსტონს ეჩვენება, რომ ობრაიენის თვალებში ფარულ უკმაყოფილებას ხედავს, ჩუმშეთანხმებას, რაღაც ნაპერწკალს, რომლის სიტყვებით გამოხატვაც შეუძლებელია. ეს რწმენა უინსტონისთვის აკვიატებად იქცა. ობრაიენი წარმოადგენს ყველაფერს, რასაც უინსტონი ეძებს: ინტელექტს, სიმშვიდეს, დახვეწილობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პარტიის შესაძლო სიძულვილს. ის უინსტონისთვის მამის ფიგურად, აღმსარებლად და იმ რევოლუციურ ლიდერად იქცევა, რომელსაც უინსტონი მთელი ცხოვრება ელოდა. ობრაიენი უინსტონს და ჯულიას თავის მდიდრულ ბინაში იწვევს. მისი სახლი სრულიად განსხვავდება უინსტონის ნაცრისფერი რეალობისგან. იქ არის სივრცე, სიმშვიდე, კარგი საკვები და მას შეუძლია ტელეეკრანის კი მცირე ხნით გამორთოს. პრივილეგია, რომელიც მხოლოდ შიდა პარტიის წევრებს აქვთ. ობრაიენი მათ ეუბნება, რომ წინააღმდეგობა რეალურია, საძმო არსებობს. საძმო არის მიწისქვეშა წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელსაც ემანუელ გოლდშტეინი ხელმძღვანელობს. პარტიის უდიდესი მოღალატე და ხალხის ნომერ პირველი მტერი. გოლდშტეინი ყოველდღიური ორწუთიანი სიძულვილის მთავარი სამიზნეა. ობრაიენი უინსტონს და ჯულიას ამ საიდუმლო მოძრაობაში იღებს. შემდეგ ის უინსტონს აძლევს აკრძალულ წიგნს, ოლიგარქიული კოლექტივიზმის თეორია და პრაქტიკა, რომელიც მისი თქმით გოლდშტეინის დაწერილია. უინსტონი ამ წიგნს უდიდესი გატაცებით კითხულობს. ის ხსნის პარტიის სტრატეგიას, მუდმივი ომის მიზანს და კლასობრივი მმართველობის ფილოსოფიას. წიგნი ადასტურებს ყველაფერს, რასაც უინსტონი ეჭვობდა. პარტიის მიზანი უტოპიის აშენება არ არის. მისი მიზანია ისტორიის გაყინვა იმ მომენტში, როცა ძალაუფლება სამუდამოდ მცირე ოლიგარქიულ ჯგუფს ეკუთვნის. ეს არის პარტიის მანქანის ცივი, ბრწყინვალე და შემზარავი ანალიზი. მაგრამ უინსტონს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ ესმის. შესაძლოა თვითონ წიგნიც ხაფანგის ნაწილია. პარტია მხოლოდ მის არსებობას კი არ უშვებს, არამედ შესაძლოა მის შექმნაშიც კი მონაწილეობდა. წიგნი სატყუარას ჰგავს. ის ყველაზე ჭკვიან და საშიშ დისიდენტებს იზიდავს, რათა პარტიამ ისინი გამოააშკარაოს. ერთ საღამოს უინსტონი და ჯულია თავიანთ საიდუმლო ოთახში არიან. უინსტონი გოლდშტეინის წიგნს კითხულობს და ერთგვარ ინტელექტუალურ გამარჯვებას გრძნობს. მას ჰგონია, რომ ბოლოს და ბოლოს გაიგო, როგორ მუშაობს სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ ესმის, რატომ არსებობს ის სწორედ ასეთი ფორმით. უცებ ოთახში ცივი ხმა გაისმის. თქვენ მკვდრები ხართ. მათი თავშესაფრის ილუზია ერთ წამში ინგრევა. მთელი ამ დროის განმავლობაში ოთახში დამალული ტელეეკრანი არსებობდა. ჯარისკაცები შემოდიან, ჯულიას სცემენ და მიხავთ. კეთილი მოხუცი მისტერ ჩარინგტონი შემოდის წელში გამართული და ცხადი ხდება, რომ ის აზრის პოლიციის აგენტია. შუშის პრეს პაპეი, უინსტონის პატარა პირადი სამყაროს სიმბოლო, იატაკზე ეცემა და ნამსხვრევებად იქცევა. ეს მომენტი ნიშნავს, რომ პარტია მათ ყველაზე ფარულ სივრცეშიც კი შეიჭრა. უინსტონი და ჯულია ხაფანგში აღმოჩნდნენ. მათი ხანმოკლე, ყიფე ამბოხი დასრულდა. ისინი მიხავთ იმ ადგილას, სადაც უინსტონმა ყოველთვის იცოდა, რომ საბოლოოდ აღმოჩნდებოდა. სიყვარულის სამინისტრო. უინსტონს აგდებენ უფანჯარო, ზედმეტად განათებულ საგანში. აქ დღე და ღამე აღარ არსებობს. მას აშიმშილებენ, სცემენ, ამცირებენ და ღირსებას ულახავენ. ამ პირველი ეტაპის მიზანია მისი სხეულის გატეხვა, რათა შიში და უმწეობა ღრმად ჩაიძიროს მის ცნობიერებაში. ის სხვა პატიმრებსაც ხედავს, ზოგი მათგანი მის თვალწინ ქრება, შემდეგ ის ხვდება თავის კოლეგას, პარსონს, კაცს, რომელიც ყოველთვის პარტიული ერთგულების განსახიერებად მიიჩნეოდა. ის საკუთარმა ქალიშვილმა დაასმინა, რადგან ძილში დიდი ძმის წინააღმდეგ ილაპარაკა. ყველაზე შემზარავი ის არის, რომ პარსონი თავისი ქალიშვილით ამაყობს. მისთვის ბავშვმა სწორი რამ გააკეთა. ეს აჩვენებს, რომ ოკეანიაში არავინ არის უსაფრთხოდ. ყველაზე ერთგული ადამიანიც კი. შემდეგ ჩნდება ობრაიენი. იმედის უკანასკნელი ნაპერწკალით უინსტონი მას ეუბნება, შენს დაგიჭირეს? ობრაიენი ცივად პასუხობს, მე დიდი ხნის წინ დამიჭირეს. ამ მომენტში ყველაფერი ნათელი ხდება. ობრაიენი პატიმარი არ არის, ის გამომძიებელია. კაცი, რომელსაც უინსტონი თავის მხსნელად ხედავდა, სინამდვილეში მისი გამანადგურებელია. ობრაიენი უინსტონს უხსნის, რომ მისი ხელახალი აღზრდა 3 ეტაპად წარიმართება.
პირველი ეტაპის სწავლა, თუმცა ეს სწავლა წამებასთანაა შერწყმული. უინსტონს სპეციალურ მოწყობილობაზე აწვენენ, სადაც ტკივილის დონე მარეგულირებლით კონტროლდება. ობრაიენი კითხვებს უსვამს, ზრდის ტკივილის დონეს და მისგან იმ პასუხებს მოითხოვს, რომლებიც პარტიას სჭირდება. შემდეგ უინსტონი აბსურდული დანაშაულების აღიარებამდე მიჰყავთ. ჯაშუშობა, საბოტაჟი, ქურდობა, მკვლელობა, ამ აღიარებების სიმართლეს მნიშვნელობა არ აქვს. თავარი ისაა, რომ პარტია მის სხეულსა და გონებაზე საკუთარ აბსოლუტურ ძალაუფლებას ამტკიცებს. უინსტონი სწავლობს, რომ წინააღმდეგობა უსარგებლოა, ტკივილი კი აბსოლუტურია. პარტია შეუძლია ადამიანს ნებისმიერი რამ ათქმევინოს. მეორე ეტაპია გააზრება. ამ ეტაპზე ფიზიკური წამება მცირდება, მაგრამ იწყება უფრო ღრმა, ფსიქოლოგიური დაშლა. ობრაიენი უინსტონთან ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ საუბრებს მართავს და ნელ-ნელა უხსნის, რა დგას სინამდვილეში პარტიის ძალაუფლების უკან. სწორედ აქ აღწერს რომანი თავის ინტელექტუალურ ბირთვს. იქ, სადაც ორუელი ოკეანიის უკან მდგარ ყველაზე შემზარავ ატომს გვიჩვენებს. ობრაიენი დასცინის უინსტონის რწმენას, რომ პარტია ძალაუფლებას რაიმე მაღალი მიზნისთვის ეძებს. მისი თქმით, წარსული ტოტალიტარული რეჟიმები მშიშრები იყვნენ, რადგან თავს აჩვენებდნენ თითქოს ძალაუფლებას ხალხისთვის, სამართლიანობისთვის ან მომავლისთვის ეძებდნენ. პარტია განსხვავებულია, ის ძალაუფლებას მხოლოდ ძალაუფლებისთვის ეძებს. ობრაიენი ამბობს, ჩვენ არ გვაინტერესებს სხვების სიკეთე, ჩვენ მხოლოდ ძალაუფლება გვაინტერესებს. შემდეგ ის გამოთქვამს ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ იდეას რომანში. ძალაუფლება საშუალება არ არის, ძალაუფლება მიზანია. დიქტატურას რევოლუციის დასაცავად არ ამყარებენ, რევოლუციას დიქტატურის დასამყარებლად აწყობენ. დევნის მიზანი დევნაა, წამების მიზანი წამებაა, ძალაუფლების მიზანი ძალაუფლებაა. ობრაიენი ხსნის, რომ პარტიის მომავლის ხედვა არის შექმნა, რომელიც ადამიანის სახე სამუდამოდ თელავს. ის 4 თითს წევს და უინსტონისგან მოითხოვს, რომ 5 დაინახოს. როცა უინსტონი ამბობს, რომ 4-ს ხედავს, ობრაიენი ტკივილს ზრდის მანამ, სანამ უინსტონის გონება თვითონ რეალობის დათმობას არ იწყებს. ობრაიენის მიხედვით, რეალობა გარე სამყაროში არ არსებობს. რეალობა ადამიანის გონებაშია და რადგან პარტია გონებას აკონტროლებს, ის რეალობასაც აკონტროლებს. საბოლოო ეტაპია მიღება. უინსტონის სხეულს აღადგენენ, მას აჭმევენ, აცმევენ და ძალების დაბრუნების საშუალებას აძლევენ. მან უკვე განიცადა ინტელექტუალური დამორჩილება. ახლა მას ესმის პარტიის დოქტრინები და შეუძლია 5 თითი დაინახოს, თუ ამას პარტია უბრძანებს. ის თავის დაფაზე წერს, თავისუფლება მონობაა, 2-ს მიმატებული 2 უდრის 5-ს. მაგრამ შიგნით ჯერ კიდევ რჩება პატარა, ღრმა ემოციური ბირთვი. ერთ მომენტში ძილში ის ჯულიას სახელს ყვირის. ეს ნიშნავს, რომ მას ჯულია ჯერ კიდევ დიდ ძმაზე მეტად უყვარს. მისი გარდაქმნა ჯერ დასრულებული არ არის. ამ უკანასკნელი წინააღმდეგობის გასანადგურებლად ის მიყავთ ოთახ 101-ში. ობრაიენი უხსნის, რომ ოთახი 101 ის ადგილია, სადაც ადამიანი ყველაზე დიდ შიშს უპირისპირდება. ეს შიში ყველასთვის განსხვავებულია. ყოველ ადამიანს აქვს ერთი რამ, რომლის ატანაც არ შეუძლია. მისი უკანასკნელი, პირველყოფილი ტერორი. უინსტონისთვის ეს ვირთხებია. ოთახში შემოაქვთ გალის მსგავსი მოწყობილობა, რომელშიც 2 დიდი, მშიერი ვირთხაა. ობრაიენი უხსნის, რომ როცა ბერკეტს ჩამოსწევენ, კარი გაიღება და ვირთხები მის სახეს შეჭამენ. გონების გამანადგურებელი შიშის ამ მომენტში უინსტონის ადამიანობის უკანასკნელი ნარჩენი ინგრევა. მისი ერთგულება ჯულიას მიმართ ნადგურდება. ის ყვირის, ჯულიას გაუკეთეთ, ჯულიას, მე არა, სულ ერთია, რას უზამთ მას, სახე ჩამოაგლიჯეთ, ძვლებამდე გაატყავეთ. ოღონდ მე არა, ჯულია, მე არა. ეს არის საბოლოო ღალატი. უინსტონმა ადამიანი, რომელიც უყვარდა, საკუთარი თავის გადასარჩენად შესწირა. მან სასჯელი მასზე გადაიტანა. იმ მომენტში მისი შინაგანი მესრულიად იცლება. ახლა ის მზად არის, რომ პარტიის სიყვარულით აივსოს. სიყვარული სამინისტროდან გათავისუფლების შემდეგ უინსტონი გატეხილი ადამიანია. ის ხშირად ზის წაბლის ხის კაფეში. სევდიან თავშესაფარში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოდესღაც აზრდამნაშავეები იყვნენ. შემდეგ გაანადგურეს და სისტემაში ხელახლა დააბრუნეს. ის სვამს გამარჯვების ჯინს. ჭადრაკის ამოცანებს ხსნის და ტელეეკრანიდან პარტიის პროპაგანდას პასიურად ისრუტავს. ის ახლა საკუთარი თავის აჩრდილია, ცარიელი ნაჭუჭი.
ერთ დღეს ის ჯულიას ისევ ხვდება. ჯულიამ იგივე პროცესი გაიარა. მისი სხეული დასახიჩრებულია, მისი სული კი თითქოს გამქრალია. ისინი აღიარებენ, რომ ორივემ ერთმანეთი გასცა. გრძნობა აღარ არსებობს, მის ადგილას ცივი გულგრილობაა. მათი სიყვარული, რომელიც ოდესღაც პოლიტიკური წინააღმდეგობის ფორმა იყო, ახლა მხოლოდ მწარე მოგონებაა. რომანის ბოლო გვერდები სრული დანებების სურათს გვაჩვენებს. ტელეეკრანი ოკეანიის დიდ სამხედრო გამარჯვებას აცხადებს და უინსტონი მოულოდნელად ემოციის მოზღვავებას გრძნობს. ეს აღარ არის სიყვარული ჯულიას მიმართ. ეს აღარ არის პარტიის სიძულვილი. ეს არის ექსტაზური სიხარული. ბრძოლა დასრულებულია. ბოლო, შემზარავი წინადადება ყველაფერს ამბობს. მას დიდი ძმა უყვარდა. თითქოს რომანი აბსოლუტურ სასოწარკვეთაში სრულდება, მაგრამ წიგნი აქ არ მთავრდება. მას მოსდევს დანართი, ახალმეტყველების პრინციპები. ეს დანართი პარტიის ენის სტრუქტურასა და მიზანს აანალიზებს, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ტექსტი დაწერილია სტანდარტული, ძველებური ინგლისური და მთლიანად წარსულ დროში. ის ახალმეტყველებასა და ინგსოთზე ისე საუბრობს, როგორც ისტორიულ მოვლენებზე. თითქოს ავტორი მომავლიდან იყურება უკან. ეს მიანიშნებს, რომ პარტიის რეჟიმი შესაძლოა მარადიული არ ყოფილა. ბევრი მკითხველი ამ დანარჩი ორუელის დამალულ იმედს ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ უინსტონზე სრული გამარჯვება მოიპოვა, შესაძლოა თვითონ პარტია საბოლოოდ დაეცა. სადღაც, ოდესღაც, ამ ამბის მიღმა, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, ჩექმამ შეწყვიტა ადამიანის სახის თელვა და თავისუფალმა აზრმა დაბრუნება შეძლო. ჯორჯ ორუელის 1984 ლიტერატურის საზღვრებს გასცდა. სიტყვა ორუელური სახელმწიფო კონტროლის, თვალთვალის, სიცრუის, პროპაგანდისა და ჩაგვრის სინონიმად იქცა. წიგნის ცნებები, დიდი ძმა, აზრის პოლიცია, ოთახი 101, ორმაგაზროვნება, დღეს უკვე ჩვენი კულტურული ცნობიერების ნაწილია. 1984 მარადიულ გაფრთხილებად რჩება. ის გვიხსნის, რომ ენა შეიძლება იარაღად იქცეს, როცა მას აზრი შესაზღუდად იყენებენ. ის გვახსენებს, რომ სიმართლის დასაცავად მუდმივი სიფხიზლეა საჭირო. ეს რომანი გვიჩვენებს, რამდენად მარტივად შეიძლება ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის გადაიწეროს. რამდენად სახიფათო ხდება სამყარო, როცა ფაქტები მნიშვნელობას კარგავს და რეალობას ის განსაზღვრავს, ვინც ძალაუფლებას ფლობს. მაგრამ ყველაფერზე მეტად 1984 ადამიანის შინაგანი თავისუფლების დაცვაა. ის გვახსენებს, რომ მეხსიერება, სიყვარული, ერთგულება და საკუთარ აზრებზე უფლება მხოლოდ პირადი განცდები არ არის. ეს ის არის, რაც ადამიანებად გვაქცევს. და როგორც ორუელი გვაფრთხილებს, მათი დაცვა მუდმივი ბრძოლაა. ბრძოლა, რომელიც არასდროს მთავრდება.